გამოიცანით აქ რა მაქვს? ამელკა, რატომ გვაშინებ? ეს რამე საჩუქარია? ვერ გამოიცანი. არ მინდა გამოცნობა. თქვი რა არის? არ გეტყვით. იფიქრეთ. კოსტუმია? ეს რა, გამოწვევა? მაქვს, ახლოს ხარ. მან რაღაცა არის გამოწვევისთვის. კარგი ხო? არ დაგტანჯავთ. აი აქ, ამ ყუთში 20 ყველაზე საშიში გამოწვევა. საშიში გამოწვევები? ეგ დიდად არ მომწონს. რა გამოწვევები? ვერ გაიგებ, სანამ არ ამოიღებ. ჩვენ ამოვიღებთ თითო საშიში გამოწვევას მაგ ყუთიდან და შევასრულებთ მას. კი, კარგი. არ ვიცი, მაგრამ რას მივიღებ სანაცვლოდ? რა თქმა უნდა, ლაიქებს ჩვენი ძვირფასი მაყურებლებისგან. ლაიქები? თანახმავარ. მეც. თქვენ სიმედზე ვართ. დაალაიქეთ ვიდეო და გამოიწერეთ არხი. ჩვენ კი საშიშ მითებს შევამოწმებთ. კარგი, მოდი შევამოწმოთ. დავიწყოთ. კარგი, ამოვიღოთ? წინასწარმეტყველური წიგნი? ეს რას ნიშნავს? ციგნის დახმარებით სული ჩვენთან დაამყარებს კომუნიკაციას. ასეთი რაღაც TikTok-ზე ვნახე. ნამდვილად საშიშია. დარწმუნებული ხარ, რომ გინდა ამ მითის შემოწმება? დარწმუნებული ვარ. ფიქრობ, საინტერესო იქნება. კარგი, რა უნდა გავაკეთოთ? ამისთვის ციგნი და სამშლები დაგჭირდება. გამომყევით. კარგი. ახლა ყველამ ვთხოვოთ სულს, რომ თამაში შეგვიშვას. ეგ როგორ უნდა ვქნათ? ჯერ მე და ამელკა ვიზამთ. შემდეგ კი შენ გაიმეორე. კარგი. ციგნის სულო, შემიძლია თამაში ჩავერთო? წაიკითხე. გადადგი პირველი ნაბიჯი ამ ციგნის გახსნით და შემდეგ დაიწყება შენი მოგზაურობა თვით შემეცნებისკენ. კარგი. და რას ნიშნავს ეგ? ციგნის სული ამელკასთან კომუნიკაციის საშუალებას გვაძლევს. ნამდვილად მაძლევს საშუალებას. ახლა მე მინდა. ძალიან საინტერესოა. ხომ თქვი, რომ საშიში იქნებოდა? ეგ ციგნის სულზეა დამოკიდებული და მის განწყობაზე. კარგი, გასაგებია. ციგნის სულო, მითხარი. შემიძლია თამაში ჩავერთო? კარგი. სიბნელე ჩურჩულით გეძახის. მზად ხარ მოусმინო მას და გაიგო რას ამბობენ? ცოტა საშიშად ჟღერს. მეც მომცეს თამაში ჩართვის უფლება. მაქს, ხოლო შენ გადარჩი. რა მოხდება თუ წავაწყდები ტექსტს, რომელიც ჩემ კითხვასთან კავშირში არ არის? ყოველთვის შეიძლება რაიმე ფარული მნიშვნელობის პოვნა. კარგი, მოდი ვცადოთ. ნუ თუ მართლა იმისთვის დაბრუნდი, რომ შენი სულელური კითხვებით შეგეწუხებინე? და ეს რას ნიშნავს? მე მგონია, რომ შენ ციგნის სულს არ მოეწონე. როგორც შენ სულმა დაინახა, რომ მაქსი სერიოზულად არ იყო განწყობილი. მოდი ვკითხოთ. მიდი, კითხე. კარგი, ციგნის სულო, რატომ არ მიიღე მაქსი შენ თამაშში? ო, რისი წერა შეუძლია ამ წიგნს? ფრთხილად იყავი, რადგან შეიძლება შენი ყველაზე დიდი მტერი გავხდე. ვაუ, მაქსი მტერია? ნუ, მაქს, შენ ფრთხილად უნდა იყო. და რა შეიძლება მოხდეს? ციგნის სულთან ხუმრობა არ შეიძლება. ო, დიდად არ მინდოდა ამ თქვენი თამაშების თამაში. კარგი, ახლა მე მინდა კითხვის დასმა. კითხე, საშიში თუ არის ეს თამაში? კარგი. მითხარი, ეს თამაში საშიშია? ვაუ, რა არის? წაიკითხე. ვინც სიბნელეში პასუხის ძიებას ცდილობენ, მისი მსხვერპლი გახდებიან. ანუ საშიშია? როგორც მივხვდი კი? როგორც ყოველთვის, ყველაფერი ზუსტი არ არის. მაქს, კარგი. ციგნში სიტყვები დაწერილია და შენს გამო ვერ შეიცვლება. ბავშვებო, მეშინია, მინდა ეს თამაში დავასრულო. თამაშის დასასრულებლად საჭიროა ვთხოვოთ ციგნს. კარგი, და თუ მაგას არ ვიზამთ? მაშინ დარწმუნებული ვარ, კარგი არაფერი მოხდება. ციგნის სულო, შემიძლია თამაში დავტოვო? როგორც მოისურვებ. გამიმართლა. იმედია მეც გამომიშვებს. ციგნის სულო, მეც შემიძლია თამაშის დატოვება? ახლა შენც თავისუფალი ხარ. იეს! ახლა შენც აღარ ხარ თამაშში. 10 ბალიანი სისტემით 3 ქულით იყო საშიში. თავი რაღაცნაირად ვიგზენი, როდესაც მაქსმა იკითხა. სიმართლე გითხრათ, მეც შემეშინდა. ციგნის სული საშიშია. არანაირი ციგნის სული არ არსებობს.
მან ყველა კითხვას უპასუხა. კარგი. ეგ უბრალოდ დამთხევა იყო. კიდევ ბევრი საშიში მითი გველის წინ. მოდი ვნახოთ, რა არის შემდეგი? 5-დან ამოვიღებ. ეს რა ციფრებია? რა გვაქვს? არ ვიცი. იქნებ რაიმე კოდია? ეს ხომ ტელეფონის ნომერია. თუ დავრეკავთ, რაღაც საშიში იქნება. უნდა შევამოწმოთ. ავკრიფოთ ნომერი? ხო, მიდი. 0 9 გამარჯობა, თქვენ ილუზიებისგან გათავისუფლების სამსახურს დაუკავშირდით. თუ ახლა სიტყვებს ისმენთ, ესე იგი სიზმარში ხართ, საიდანაც გამოსვლა არ შეგიძლიათ. ჩვენს ფსიქოლოგთან დასაკავშირებლად დააჭირეთ 1-იანს, სიზმრიდან გამოსასვლელად 2-იანს. თუ არ გჯერათ, რომ სიზმარში ხართ, დააჭირეთ 3-ს. რას დავაჭიროთ? არაფერს, უბრალოდ გათიშე, მაგის არ მჯერა. და თუ მართლა სიზმარში ვართ, მოდით 2-ს დავაჭიროთ. მაგის არ მჯერა. არც მე 3-ს დავაჭიროთ? მოდით, იყოს 3. როგორც ჩანს, ამ რეალობამ ძლიერ გშთანთქათ. მიმოიხედეთ ირგვლივ. უცნაურ რამეს ვერ ამჩნევთ? თუ რაიმე უცნაურად გეჩვენებათ, დააჭირეთ 1-ს. თუ ყველაფერი რიგზეა, დააჭირეთ 2-ს. ახლა ყველაფერი უცნაურად მეჩვენება. მოდით, დავმშვიდდეთ და ყველაფერი ობიექტურად შევაფასოთ. უცნაურს ვერაფერს ვამჩნევ. თქვენ კი თავს იშინებთ. რა უცნაური ტელეფონია? რა მოხდება თუ მოულოდნელად არასწორ ღილაკს დავაჭერთ? უცნობია რა შეიძლება რომ მოხდეს. მოდით, 1-ს დავაჭიროთ. მოკლედ, 1-იანს ვაწვევი. თქვენ გაქვთ ბოლო შანსი. გაიღვიძოთ რეალურ სამყაროში. თუ ეს გსურთ, დააჭირეთ 1-ს. თუ გსურთ ამ სამყაროში დარჩენა, დააჭირეთ 2-ს. არ ვიცი, რას დავაჭიროთ. კარგად უნდა დავფიქრდეთ. მე მგონია, რომ ეს უბრალოდ ფსიქოლოგიური ზეწოლაა. კარგი, 2-ს დავაჭერ. გილოცავთ, თქვენ ახლა უსაფრთხოდ ხართ, ჯერჯერობით. ეს ნამდვილად საშიში იყო. მოიცა, ეს ხმა ეჭვის ქვეშ გვაყენებს. გეთანხმები, ამიტომ ამ ნომერზე აღარ დავრეკავ. კიდევ შევამოწმოთ სხვა საშიში მითები. თუ იქნებ უკვე საკმარისია? საკმარისია? ხოლო 2 შევამოწმეთ. მოდი გავაგრძელოთ, თორემ მაყურებლებს ეგონებათ, რომ ჩვენ შიშრები ვართ. ჩემი ჯერია. აბა, რა მითი იქნება შემდეგი? დაშა და მაშა. რას ნიშნავს ეს? ბავშვებო, იცით? დაშას და მაშას შესახებ? პირველად მესმის. კარგი. ეს ისტორიაა ორდაზე, რომლებიც მანიაკმა დამლაგებელმა მოკლა. საშინელებაა, საწყალი გოგუები. კარგი, ეს უკვე არ მომწონს. ამბობენ, რომ მათთან კომუნიკაცია 2 მონეტის საშუალებით შეიძლება. მოიცა, თავს და კუდს გულისხმობ? ხო, გოგუები კისერზე მონეტებს ატარებდნენ. სწორედ ამიტომ არსებობს ეს ლეგენდა. კარგი, შევამოწმოთ. მე მეშინია. მაქს, მოდი შენით დავიწყოთ. მიდი. უბრალოდ დასვით კითხვა, რომელზეც პასუხი იქნება კი ან არა. გასაგებია? და რა უნდა ამოვიდეს? 2 თავი კი, 2 კუდი არა. 1 თავი და 1 კუდი კი შეიძლება. კარგი, კითხვა მაქვს შესამოწმებლად. ჩემი სახელი აზე იწყება? ავაგდოთ. გასაოცარია, თავი მაქვს. მეც თავი მაქვს. ანუ სიმართლეა. ამ გოგუებს სურვა უყვარდათ. მაქვს კითხვა, გენატრებათ სურვა? ავაგდოთ. მე თავი მაქვს. მეც თავი. ანუ ენატრებათ, მაგრამ ეს ისედაც გასაგები იყო. კარგი, კითხვა, ნანობ თუ არა ამ დამლაგებელთან შეხვედრას? ავაგდოთ. მე კუდი მაქვს. მეც. ვაუ, მოიცა. ანუ არ ნანობენ, მან ხომ ისინი მოკლა? არსებობს ლეგენდა, რომ მაშა ეშმაკის პატარძალი გახდა. კარგი რა, ეგ უკვე საშინელებაა. კარგი, იქნებ მაგიტომ არ ნანობენ? კითხვა მაქვს. კარგი ადამიანები იყავით?
ავაგდოთ. მე კუდი მაქვს. მეც, მოიცა, ეს უკვე აღარ მომწონს. ანუ მაგამ ბავში რაღაც საეჭვოა. კარგი, დაშა და მაშა, ვინმეს რაიმე დაუშავეთ? ავაგდოთ. კუდი, მე თავი. ეს შესაძლოას ნიშნავს. კარგი, იქნებ ერთმა დაუშვა და მეორემ არა? ხალხო, მეშინია, მოდი დავასრულოთ. კარგი, ჯერ ნებართვა უნდა მოგცენ. გოგოებო, შეიძლება თამაში დავასრულოთ? ავაგდოთ. მეც თავი მაქვს. მეც. ახლა თავისუფლები ვართ. რა კარგია, ახლა თავისუფლები ვართ. კიდევ ერთი მითია შესამოწმებელი. მაქს, ახლა შენა მოიღე. საერთოდ ეს იდეა მომეწონა. ძალიან სახალისო იყო. იმედია კიდევ რაიმე სახალისო იქნება. კატის ნაკაწრები? ეს რაღაც ნაცნობია. კარგი, ნახეთ, კატის ნაკაწრები ამოვიდა. ო, ვიცი, ეგ ხუმრობა. სხვერპლი ბალიშს ეწევს, თხრობელი კი საფეთქელს უზელს. და ნელ-ნელა მას ისტორიას უყვება. და მნიშვნელობა რაშია? ამის შემდეგ სხვერპლის ხელებზე კატის ნაკაწრები ჩნდება და საიდან მოდის კატის ნაკაწრები? ამბობენ, რომ მას კატის სული ტოვებს. ჯინი, მოდი ვცადოთ. კარგი, მოიცა. დაწექი და მე ამბავს მოყვევი. სათხარ? დაიწყე. იყო ერთი მოხუცი ქალი, რომელსაც ყავდა კატა, რომელიც კრუტუნებდა და კნაოდა. ეს რა იყო? გაიგონეთ? კნავილი გავიგე. დამშვიდი, ეს უბრალოდ მუსიაა. ამელკა, დაწექი. ერთ დღესაც კატას მანქანა დაეჯახა და მოკვდა. კატის ნაკაწრი, კატის ნაკაწრი, კატის ნაკაწრი. მორჩა? გვაჩვენე შენი ხელები. მე მგონი რომ საერთოდ არაფერი არ არის. კარგი ჯინი, ახლა მე მოყვები. ერთ დღეს, ხამით გვიან, მარტო მიდიხარ ბნელ ჩიხში. იგი სავსეა ნაგვის ურნებითა და ნაგვით. იქ სიჩუმეა, მაგრამ შემდეგ რაღაც გესმის. რაღაც ნაგვის ურნებში მოძრაობს. გინდა სწრაფად გახვიდე ჩიხიდან, მაგრამ შემდეგ რაღაცას ხედავ. მანათობელ, წითელი კატის თვალებს. ეს დიდი კატის თვალებია, ძალიან დიდი კატის. გარბი ხარ. ის გეწევა, გახტება და გკაწრავს. 1, 2, 3, კატის ნაკაწრი, კატის ნაკაწრი, კატის ნაკაწრი. ჯინი, როგორ ხარ? ნორმალურად, საერთოდ ვერაფერი მიგზენი, ხელები გვაჩვენე. შეხედეთ, ნაკაწრები. საიდან მოვიდა? ესენი მე არ მქონია. ვაიმე, კარგი, ამ ისტორიამ გაამართლა. შოკში ვარ, ეს რაღაც სიგიჟეა. მოდი კიდევ ერთხელ შევამოწმოთ. მაქს, არა, მე არ მინდა. მართლაც საშინელებაა. საიდან გაჩნდა ეს ნაკაწრები? არსებობს რაიმე ლოგიკური ახსნა? არ ვიცი, როგორ შეიძლება ამის ახსნა. კარგი, მოიცა. მოდი, ჯობს შემდეგ მიცე გადავიდეთ. მე ამოვიღებ. ჩვენ, ახლა რაღაცას ამოვიღებთ. ქვიშის კაცი. კარგი, მისმინეთ. ახლა ქვიშის კაცი ამოგვივიდა. 1 ცენტში დაწვება, თანაშემდეგმა უნდა ვაიძულოთ იფიქროს, რომ მისი სხეული ძიმე ქვიშით არის სავსე და ამის გამო ვერ ადგება? ხო, ეგ უბრალოდ ნათქვამი იქნება. ჩემზე არ იმოქმედებს. ახლავე შევამოწმებთ. შუაში დაწექი. მაქს, ახლა შენი სხეული ქვიშით ივსება. ყველაფერი ქვიშითაა დაფარული. ქვიშა ყველგან, მუცელში, ფეხებში, პირშიც კი გაქვს. 100 კილოგრამზე მეტი ქვიშა. ახლა შეეცადე წამოდგომა 3-მდე დათვლით. 1, 2, 3. ხომ თქვი, ჩემზე არ მოქმედებს მეთქი. კარგი. ფიქრობ ამელკას არ გამოუვიდა შესაფერისი სიტყვების პოვნა. მართალია ამელკას არ გამოუვიდა, მაგრამ ფიქრობ, რომ შევძლებ რომელიმე თქვენგანის დარწმუნებას. მოიცა. ხო, კარგი, მოდი ჩემზე სცადე. კარგი, დაწექი. ჯინი, შენ ქვიშის საათში ხარ.
ქვიშა ახლა შენს ხელში მიედინება. წარმოიდგინე, რომ ქვიშის სტომარა ხარ. მიდი, მალე წარმოიდგინე. წარმოიდგინე? ახლა ადგომას ცადე. კარგი. 1 2 3 მაქს, შენგან ჰიპნოზისტი ვერ დადგება. თავს შესანიშნავად გრძნო. ამიგია რომ ადამიანებზე მოქმედებს და ისინი ნამდვილად ვერ დგებიან. ჩემზე ნამდვილად არ მოქმედებს. კარგი. იქნებ ამელკაზე იმოქმედოს. გეჭვი მეპარება. დაწექი. ცადოთ. კარგი. ჯინი, მიდი, შენ ჯერ არაფერი გითქვამს. ამელკა, წარმოიდგინე რომ ხარ უდაბნოში, ქვიშის ქარიშხალში მოქცეული. შენი სხეული მთლიანად ტონა ქვიშით არის დაფარული. ადექი, მიდი. 1 2 3 ბაიმე. ვაუ, ამელკა მართლა ქვიშის კაცია. მას ადგომა აღარ შეუძლია. თითქოს დამძიმებული ვიყავი. თვალებს ვერ უჯერებ, ნუ თუ მართლა იმოქმედა. ვიხუმრე, ჩვეულებრივად შემიძლია ადგომა. ამელკა, როგორი მატყუარა ხარ? მე კიდე მეგონა რომ ნიჭი მქონდა. ბოდიში, მე უბრალოდ ხუმრობა მინდოდა. ჯერჯერობით ეს პირველი მითია, რომელმაც არ გაამართლა. ხო, რაღაც უცნაურია და სულაც არაა საშიში. უბრალოდ მყარი ფსიქიკა გვაქვს. კარგი. მინდა ვიცოდე რა მითია შემდეგი. ჯინი, კარგი მითი შეგვირჩიე. კარგი. იმედია ეს ყველაფერი სიმართლე არ იქნება, როგორც ქვიშის კაცი. ხალხო, კარტი უნდა ვითამაშოთ მოჩვენებებთან ერთად. მოიცადა, როგორ უნდა ვითამაშოთ? ამ თამაშის სათამაშოდ ჩვენ გვჭირდება კარტი. სადაა? ექვსი ნაწილისგან შემდგარი. მე დავარიგებ. პირველ რიგში კარგად უნდა აბურიოთ. ახლა შეიძლება დარიგება. დაარიგე. 1 1 1 2 2 2 2 2 2 უკვე 3 მაქს. 4 4 4 5 5 5 6 6 6 ახლა რა ხდება? ახლა კითხვას ვშამთ, რომელზეც შეიძლება პასუხი იყოს კი ან არა. შემდეგ კარტს უნდა მოავლო ხელი. და შემდეგ სითბოს თუ იგრძნობ, გადმოატრიალო. გული ნიშნავს კის, ყვავი ნიშნავს არას, აგური შეიძლებას, ჯვარი კი არ ვიცი. გასაგებია, მოდი დავიწყოთახლავე. პირველი ვარ, მინდა დავსვა კითხვა. აქ მოჩვენებები არიან? რამეს გრძნობ? არა, არანაირი სითბო. ეს ძალიან თბილია. კარგი. შენ მე მგონი გეჩვენება. გადმოატრიალე. ხმერთო ჩემო, აქ მოჩვენებაა. მეშინია. მოიცადეთ. თურმე ჩვენს გარშემო რამდენი მოჩვენებაა? შეიძლება მხოლოდ ერთია. არ გამიკვირდება რომ სიმართლე იყოს. კარგი. იქნებ ეს დამთხოვაა. კარგი. კიდევ ერთხელ შევამოწმოთ. იგივე კითხვა დავსვათ. აქ არიან მოჩვენებები? მოიცადეთ. თუ კიდევ ერთი გული ამოვიდა? არა. ასევე არა. ისევ გრძნობ სითბოს. ეს მართლა საშიშია. აბა, დავიჯეროთ? კარგი. თითქმის დავიჯერე. კარგი, მესამედაც რომ დავწმუნდეთ. კარგი. სახლში მოჩვენებები არიან? ზედიზეც სამჯერ ნამდვილად საშიში იქნება. შეიძლება ახლა აგური იყოს. ზედიზეც სამჯერ დამთხვევა შეუძლებელია. არა, არა. ესეც არა. თითქოს ვიღაცამ გამაჩერა. რას გულისხმობ? თითქოს ვიღაცამ ხელი დამიჭირა. მე მეშინია. კარგი. გადმოატრიალე. ზედიზეც სამჯერ. ეს შეუძლებელია.
აუცილებლად ვიღაცა. კარგი, შოკში ვარ. მეგონა უბრალოდ თამაში იყო. ამელკა, ხომ იცი რომ იქეთა სამყარო თამაში არ არის? ვიცი, მაგრამ ეს ძალიან საინტერესოა. კარგი. კითხვის დასმა მინდა. მიდი, დასვი. მოჩვენება, მოგწონს ჩვენთან თამაში? რაღაცას გრძნობ? არა, არ მოწონს ჩვენთან თამაში? მოიცა, ანუ მას ვაწუხებთ. კარგი. მაშინ რატომ გვეთამაშება? იქნებ რომელიმე ჩვენგანი მოსწონს? მოდი ვკითხოთ. მოჩვენებავ, რომელიმე ჩვენგანი მოგწონს? სიტყვას გრძნობ. მას ვიღაც მოსწონს. საინტერესოა ვინ? კარგი, იქნებ ჯინი? მოჩვენებავ, ჯინი მოგწონს? ის ამბობს შესაძლოაო. მას მოუწონვარ, საყვარლობაა. იქნებ მოწონხარ, იქნებ არა. მოიცა, საინტერესოა, როდის მოვეწონე. იქნებ დიდი ხანია ჩვენ სახლში ცხოვრობს. მეგონა რომ ჩვენ მხოლოდ ახლა გამოვიძახეთ ის. მოდი ვკითხოთ. მოჩვენება, შენ ჩვენ სახლში ცხოვრობ? ნაბიჯების ხვა მესმის. თითქოს სახლში ვიღაც დადის. მე მეშინია. გოგოებო, მოიცადეთ. ისევ თავს იშინებთ. მართლა გავიგონე. კარგი, გონი მეც გავიგონე. კარგი. უცნაურია რომ ქვიშის ხრი კი არ გამოვიდა. აქ ვერაფერს გრძნობ. აი აქ თბილა. კი, აქ არის. არც კი ვიცოდი აქ მოჩვენება თუ ცხოვრობდა. სიმართლე გითხრათ, არც მე არ მეგონა. კარგი, გონია რომ ვიღაც მეორე სართულზეა. იქნებ ვინმე შეამოწმოს? მაქს, მიდი. შენ ხომ ყველაზე მამაცი ხარ. მე რაღაც ეს არ მინდა. გეშინია, ხო? წამოდით ბავშვებო ყველამ ერთად ვნახოთ. კარგი. მაქს, მიდი. შენ წინ, მე უკან. მოიცა, თითქოს არავინ არ არის აქ. და საძინებელში? მოიცადეთ. არავინაა და თქვენ გეშინოდათ. მართლა გავიგე რომ ვიღაც დადიოდა. ჩემი რჩევა ეს შევწყვიტოთ და თამაშის დავასრულოთ. სულაც არა, კიდევ ერთი კითხვა მაქვს. გამომყევით. მიდი, დაუშვი. მოჩვენებავ, ამ სახლში დარჩენას აპირებ? არაფერია. არც აქ. აი აქ თბილა. შეიძლება? კარგი. გონი ამას განგებამბობს ჩვენს შესაშინებლად. მეც ეგრე მგონია. მოიცა, მაშინებს ის რომ სახლში რაღაც უხილავია. სიგნალიზაცია რატომ ჩაირთო? გამოდი, ვინც არ უნდა იყო. იქნებ ბერტა მივიდა მანქანასთან ახლოს? ბერტას გამო სიგნალიზაცია არ ირთვება ხოლმე. აბა ისი თქმა გინდა, რომ ეგ მოჩვენება იყო? ფიქრობ მოჩვენებას სიგნალიზაციის ჩართვა შეუძლია? ვინ იცის? მე მოჩვენებების შესახებ ბევრი არაფერი ვიცი. იმედია რომ ყაჩაღი იყო. მოიცა, მაქს, რას ამბობ? აქ მძარცველები არ გვჭირდება. არ ვიცი რომელია უკეთესი, ყაჩაღი თუ მოჩვენება.
როგორც ჩანს, აქ არავინაა. შეიძლება სიგნალიზაცია შემთხვევით ჩაერთო, როგორც ხდება ხოლმე. წავიდეთ აქედან ახლავე. კარგი. ამ მოჩვენებას რაღაც ჭირს. მისი ნახვა მინდა. გაგიჟდი? სჯობს არ ვნახოთ. მაქსი მართალია, სჯობს ეს მოჩვენებები არ ვნახოთ, თორემ შეიძლება გავგიჟდეთ. მინდა რაიმე სიგნალი მოგცეს, დაგვიდასტუროს მისი აქ ყოფნა. ამელკა არაა საჭირო, მან უკვე სიგნალიზაცია ჩართო. მოჩვენებას შეუძლია რაიმე ხმის გამოსცემა. ეს ისა, ის ნამდვილად ისა. უბრალოდ კოზი იყო. გინდა თქვა, რომ ეს უბრალოდ დამთხევაა? როგორც კი ხმაური მოითხოვე, კოზი მაშინვე დავარდა. კარგი. ეს დამთხევა არ ყოფილა. მინდა რომ მას ვკითხო. მოჩვენებავ, შენ დააგდე კოზი? ამელკა, მიდი სწრაფად. მაქს, დამშვიდი საბოლოოდ. როგორ უნდა დამშვიდე აქ? გაუგებარია, ყველა თბილია. აქ უფრო მეტად. ეს აგურია. მან თქვა შესაძლოაო? სპეციალურად ასე გვიპასუხა. ისევ. კარგი. მორჩა, ნერვები აღარ მაქვს. მოდი დავასრულოთ, თორემ ძალიან საშიშია. ჯერ ნებართვა უნდა ვითხოვოთ. მოჩვენებავ, გევედრები, შეიძლება თამაში დავასრულოთ? გემუდარები. აქ თბილა. რა კარგია რომ გაგვათავისუფლა და არ გვაწამა. გაგვიმართლა, ზოგადად მოჩვენებები ასეთი კეთილები არ არიან. ფიქრობ ეს თამაში ყველაზე დაძაბული იყო. განსაკუთრებით ეს ხმაურები. ძალიან საშიში იყო. მე მომეწონა დებზე თამაში. თითქოს რეალურად აკონტროლებდნენ მონეტებს. იქნებ ეგრეც იყო. მოიცადეთ. იქნებ უბრალოდ დამთხევა იყო. ზედმეტად ბევრი დამთხევა იყო დღეს. არა? კარგი. დარწმუნებული ვარ, მოჩვენებები იყვნენ აქ. იქნებ ახლაც აქ არიან. აი ზუსტად აქ. გეყოს. აბა, კიდევ ერთი თამაში ვცადოთ? არც კი ვიცი, იქნებ არ გვინდა. მოიცა. კარგით რა. კიდევ ბევრი მითი გვაქვს შესამოწმებელი. მე არ მინდა. ჯერჯერობით საკმარისი იყო ეს თავგადასავლები. მოიცა. კარგი მეგობრებო, ეს ხომ საინტერესო იყო. თუ მაყურებას მოეწონა, მაშინ ეს ვიდეო ბევრ მოწონებას დააგლოვებს და მერე დაგთანხმდები მეორე ნაწილის გადაღებაზე. იმედია ბევრი მოწონება დაიმსახურა ამ ვიდეომ, რადგან ძალიან მაგარი გამოვიდა. არ დაგავიწყდეთ არხის გამოწერა, ასევე ზარის ხილაკი. წინ კიდევ ბევრი საინტერესო რამ გელოდებათ. ნახვამდის ყველას!